annuncio vobis gaudium magnum. Habemus papam. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ვატიკანზე. როგორ დაიწყო ყველაფერი. ქალაქი, რომელიც ღმერთის სახელით მართავდა მეფეებს. ვატიკანი. დღეს ეს სიტყვა ბევრისთვის ნიშნავს საიდუმლო არქივებს, დახურულ დარბაზებს, ოქროს ჭაღებს, თეთრ კვამს, პაპის კურთხევას და იმ განცდას, რომ სადღაც ქვის კედლების მიღმა ჯერ კიდევ ინახება პასუხები კითხვებზე, რომელთა დასმაც ხშირად არის ძალიან საშიშიც. ვატიკანზე წერენ წიგნებს, იღებენ ფილმებს, იგონებენ შეთქმულებებს, ეძებენ საიდუმლოებებს. თითქოს ეს პატარა სახელმწიფო ერთდროულად იყოს ეკლესია, სასახლე, მუზეუმი, ბანკი, არქივი და ისტორიის ყველაზე დიდი სცენა. მაგრამ ყველაფერი ასე არ დაწყებულა. არ არსებობდა ვატიკანის სახელმწიფო, არ არსებობდა წმინდა პეტრეს დღევანდელი გრანდიოზული ტაძარი. არ არსებობდა პაპის კურია, ტიარა, მეთევზის ბეჭედი, კონკლავი და ის უზარმაზარი აპარატი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპელ მეფეებსაც კი შიშს გვრიდა. დასაწყისში იყო პატარა დევნილი რელიგიური თემი. ადამიანები, რომლებიც იმპერიის თვალში თითქმის არავინ იყვნენ. მონები, ძირითადად ქალები, ღარიბები, უცხოელები. ისინი ვიზეც რომაული ძალაუფლების დიდ მანქანას დიდი დრო არასდროს დაუხარჯოს. და სწორედ აქ იწყება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ირონიული სვლა. იმპერია, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა, საბოლოოდ იქცა ნიადაგად ეკლესიისთვის, რომელმაც ერთ დღეს თავად იმპერატორებსაც კი უთხრა მუხლებზე დადეკით. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ იქცა დევნილი თემი მსოფლიო ძალაუფლების ცენტრად, როგორ იქცა რომის ეპისკოპოსი პაპად, როგორ გაჩნდა ვატიკანი, არა მხოლოდ როგორც ადგილი, არამედ როგორც იდეა და რა თქმა უნდა, როგორ დაიწყო ყველაფერი. Eminentissimum ac reverendissimum Dominum Robertum Franciscum Sancte Romane Ecclesiae Cardinalem Prevost. სანამ ვატიკანი გახდებოდა, ქრისტიანობა ევროპაში აღმოსავლეთიდან მოვიდა. იუდეიდან, მცირე აზიიდან, იმ სამყაროდან, სადაც იმპერიის გზები ერთმანეთს კვეთდა. ხოლო რელიგიური იდეები იმაზე სწრაფად მოძრაობდნენ, ვიდრე რომაელ ჩინოვნიკებს სურდათ. პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ცენტრები ძირითადად აღმოსავლეთში იყო. იუდეა, სირია, მცირე აზია. იქ არსებობდა უფრო დიდი და აქტიური ქრისტიანული თემები. დასავლეთში, მათ შორის რომშიც ქრისტიანობა ნელა თითქმის ჩუმად აღწევდა. რომში ქრისტიანები თავიდან დიდი ძალა არ იყვნენ. მათი თემები მცირე იყო და ხშირად შედგებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმპერიის ოფიციალურ დიდებულ ისტორიაში იშვიათად ხვდებოდნენ. მონები, ძირითადად ქალები, როგორც უკვე ვთქვი, დაბალი ფენები, უცხოელები. სხვათა შორის სწორედ ასეთ ადამიანებს ყველაზე კარგად ესმოდათ რელიგია, რომელიც ამბობდა, რომ უკანასკნელნი პირველნი გახდებოდნენ. რომში, სადაც ყველაფერი სტატუსზე, გვარზე, მოქალაქეობასა და ქონებაზე იდგა, ეს იდეა საკმაოდ საშიშად ჟღერდა. მაგრამ ამ დროს ჯერ არ არსებობდა ერთი ძლიერი ცენტრალიზებული ეკლესია. ქრისტიანული თემები ავტონომიურად ცხოვრობდნენ. მათ ყავდათ დიაკონები, პრესვიტერები, ადგილობრივი ხელმძღვანელები, მაგრამ არ ყავდათ ერთი საერთო მეთაური. იყო მიმოწერა, კი ბატონო, იყო ურთიერთობები, იყო რწმენა, მაგრამ ჯერ არ იყო ვატიკანი, ჯერ არ იყო პაპის იმპერია, ჯერ არ იყო ის სისტემა, რომელიც მოგვიანებით ევროპის მეფეებსაც კი საკუთარ შვილებად მოიქცევდა. ზოგს აკურთხებდა, ზოგს დაწყევლიდა, ზოგს კი პირდაპირ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიდა. ხრობი, ამ დროს ქრისტიანებისთვის იყო საშიში ქალაქი. ქალაქი, საიდანაც მოდიოდა დევნის ბრძანებები. ქალაქი, სადაც იმპერატორები ღმერთებად ითვლებოდნენ. ქალაქი, სადაც სისხლიანი გლადიატორული თამაშები იმართებოდა. წარმართული რიტუალები და ძალაუფლების კულტი ყოველდღიური რეალობა იყო. პირველი ქრისტიანებისთვის რომი ხშირად აღიქმებოდა როგორც ახალი ბაბილონი, გარყვნილების, ძალადობისა და ცოდვის ცენტრი. მაგრამ ისტორიას უყვარს ირონია.
სწორედ ეს ქალაქი, რომელსაც ქრისტიანების საშინელებად აღიქვამდნენ, ერთ დღეს ქრისტიანული სამყაროს სიმბოლურ დედაქალაქად იქცა. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით რომში ჩავიდნენ მოციქულები პეტრე და პავლე, ორივემ აქ სავარაუდოდ მოწამებრივი სიკვდილი მიიღო. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეტრე, იმიტომ რომ რომის პაპები საკუთარ თავს სწორედ პეტრეს მემკვიდრეებად მიიჩნევენ და დღესაც ასე მიიჩნევენ. ლეგენდა გვიყვება, რომ ნერონის დევნის დროს პეტრე რომში იმყოფებოდა, ქალაქი ქრისტიანებისთვის ჯოჯოხეთს გავდა. ერთ მომენტში პეტრემ გადაწყვიტა გაქცეული იყო ამ საშინელებიდან და როცა რომს ტოვებდა, გზაზე ქრისტე გამოეცხადა. პეტრემ ჰკითხა: "Quo vadis, Domine?" "სად მიდიხარ, უფალო?" ქრისტემ უპასუხა: "მივდივარ რომში, რათა კვლავ ჯვარს მაცვა." პეტრემ ეს როგორც საყვედური გაიგო, შეერცხვა, დაბრუნდა რომში და იქ მიიღო სიკვდილი. ლეგენდის მიხედვით ის ჯვარს აცვეს, მაგრამ თავად ითხოვა თავით ქვემოთ ეცვათ, რადგან არ სურდა ქრისტეს მსგავსად სიკვდილი, არ სურდა მასთან, ასე ვთქვათ, გათანაბრება. მოკლედ ეს თავმდაბლობა, რომელიც შემდგომში ძალიან მოხერხებულად გადაიქცა ძალაუფლების საფუძვლად. ითვლება, რომ პეტრე ვატიკანის გორაზე დაკრძალეს და მოგვიანებით სწორედ ამ ადგილზე აშენდა წმინდა პეტრეს ტაძარი. პრობლემა ის არის, რომ პეტრეს ზუსტი საფლავი დღემდე ბოლომდე უცნობია და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. რომაელებისთვის პეტრე არ იყო დიდი ფიგურა, ის არ იყო რომის მოქალაქეც კი, არ იყო სენატორი, არ იყო მხედართ მთავარი, ის იყო გალილეელი მეთევზე უბრალო, რომელიც იმპერიის თვალში უბრალოდ მორიგი პრობლემური სექტის წევრი იქნებოდა. შესაძლოა მისი სხეული მდინარეში გადააგდეს, შესაძლოა ქრისტიანებმა მაინც შეძლეს დაკრძალვა, შესაძლოა ადგილი ზუსტად ახსოვდათ კიდეც, შესაძლოა მხოლოდ სიმბოლური მეხსიერება დარჩა, მაგრამ ისტორიისთვის ზოგჯერ სიმბოლური უფრო ძლიერია ვიდრე არქეოლოგიური საბუთი. პეტრე იქცა იმ საძირკლად, რომელზეც პაპებმა საუკუნეების განმავლობაში ააგეს საკუთარი ლეგიტიმაცია. რომის პაპი აღარ იყო უბრალოდ ეპისკოპოსი, ის იყო პეტრეს მემკვიდრე და თუ პეტრეს ქრისტემ მისცა გასაღებები, მაშინ პაპს ჰქონდა პრეტენზია, რომ დედამიწაზე ზეცის კარებთან მდგომი მთავარი მეკარე სწორედ ის იყო. საკმაოდ კარგი პოზიცია, თუ გინდა რომ მეფეებსაც კი ელაპარაკო ზემოდან. მეოთხე საუკუნეში ყველაფერი იცვლება. იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანობას თავისუფლებას აძლევს. თავად კი ეს ჩვენი მეგობარი ქრისტიანად გვიან სიკვდილის სარაცხელზე მოინათლა. მაგრამ წლების განმავლობაში ქრისტიანებს მფარველობდა. ეს ის მომენტია, როდესაც დევნილი რელიგია ნელ-ნელა გადადის იმპერიის ჩრდილიდან იმპერიის დარბაზებში. კონსტანტინე ქმნის ახალ დედაქალაქს, კონსტანტინოპოლს, დღევანდელი სტამბოლის სამწუხაროდ. ის ქმნის ახალ რომს. ძველი რომი მისთვის უკვე არც პოლიტიკური ცენტრი, არც საყვარელი ქალაქი, იმპერატორებს რომი აღარ სჭირდებათ, ისე როგორც ადრე. მათ ურჩევნიათ აღმოსავლეთი, დიდარი, სტრატეგიული, უფრო, ასე ვთქვათ, ცოცხალი, მაგრამ კონსტანტინე მაინც უკავშირებს საკუთარ თავს რომს და პერიოდულობით ჩადის ხოლმე. სწორედ მის დროს იწყება პირველი ბაზილიკის მშენებლობა იმ ადგილას, სადაც ტრადიციის მიხედვით პეტრე იყო დაკრძალული. ეს იყო პირველი წმინდა პეტრეს ტაძარი. არა ის გრანდიოზული შენობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, არამედ მისი ისტორიული წინამორბედი. მეოცე საუკუნეში დღევანდელი ტაძრის ქვეშ მართლაც იპოვეს რომაული პერიოდის სასაფლაო. ეს არ ამტკიცებს ყველაფერს, მაგრამ აჩვენებს, რომ ტრადიცია ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. კონსტანტინეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან პეტრეს ხსოვნის ადგილი არქიტექტურად, პოლიტიკურად და რელიგიურად დააფიქსირა და როცა ქვა დაიდო იმ გორაზე, იქ დაიწყო არამხოლოდ ტაძრის, არამედ მომავალი ვატიკანის ისტორია. მეოთხე საუკუნის ბოლოს ქრისტიანობა უკვე იმპერიის ოფიციალური რელიგია ხდება. თეოდოსიუსის დროს სხვა კულტებს ზღუდავენ და შემდეგ გრძალავენ კიდეც. ქრისტიანული ეკლესია იზრდება. ჩნდებიან ეპისკოპოსები, ეპარქიები, რეგიონული ცენტრები, მაგრამ რომის ეპისკოპოსი ჯერ კიდევ მხოლოდ ერთ-ერთი ეპისკოპოსია.
დიახ, რომს განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ახლა არსებობს კონსტანტინოპოლიც, ახალი რომი. იქ ცხოვრობს იმპერატორი. იქ შენდება გრანდიოზული ეკლესიები და კონსტანტინოპოლის პატრიარქს რატომ უნდა ეკრძნო თავი მეორე ხარისხოვნად. ბოლოს და ბოლოს ის იმპერატორის გვერდით იყო, ხო? ხოლო რომის ეპისკოპოსი ძველ დაცარიელებულ ქალაქში დარჩა. მაგრამ სწორედ აქ არის ისტორიული პარადოქსი. იმპერატორი რომში აღარ არის. სენატი სუსტდება. ძველი პოლიტიკური ცენტრი ცარიელდება და იმპერატორის არ ყოფნის პირობებში რომში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ნელ-ნელა ხდება პაპი. არა იმიტომ, რომ თავიდან უზარმაზარი ძალა ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ სხვები წავიდნენ. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ გენიალურად გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ ოთახში ბოლოს მარტო ის დარჩა. აი ჩვენ ვიცით ხოლმე ქართველებმა ეგეთი გამოთქვა, სახედა რომ მივდივარ და ერთს ვიღაცას რომ ვტოვებ სახში, ახლა ქალიც და კაციც შენ ხარო, ესე ვიძახით ხოლმე. სწორედ ეს დაემართა მაშინდელ ეპისკოპოსებს რომში. მეხუთე საუკუნე. დასავლეთ რომის იმპერიისთვის კატასტროფა. გოთები, ვანდალები, ჰუნები, სხვა ტომები იმპერიის საზღვრებს არღვევენ. აღმოსავლეთი, ან ბიზანტია, კონსტანტინოპოლი, უკეთ ახერხებს დიპლომატიას, მოსყიდვას, საფრთხის გადამისამართებას. ხა ისინი პირდაპირ კი არ უნებოდნენ ბარბაროსებს, რომ აი მოდი რომისკენ წადით, მაგრამ მიუნიშნებდნენ. ამ დროს დასავლეთი კი რა თქმა უნდა ინგრება. 400 წელს ალარეხი რომს იღებს. იმპერატორი ჰონორიუსი ამ დროს რავენაში ზის და ლეგენდის მიხედვით როცა ეუბნებიან რომ რომი დაიღუპაო, ის პასუხობს: როგორ? ეხლა თავს არ ვნახეო, რანაირად დაიღუპაო? თურმე თავის მამას გულისხმობდა, რომელზეც რომი დაურქმევია. მე როცა უთხრეს რომ არა, ქალაქი რომი დაიღუპაო, დაეცაო, არც პირველი და არც უკანასკნელი, არც საერთოდ არ აინტერესებდათ. მოკლედ ქალაქი ეცემა, იმპერატორი კი მამლებზე ფიქრობს. 476 წელს ოდოაკრი დასავლეთ რომის უკანასკნელ იმპერატორს ამხობს და იმპერატორის რეგალიებს კონსტანტინოპოლში აგზავნის. დასავლეთ იმპერია დასრულდა, მაგრამ ეკლესია დარჩა და ქაოსში ეკლესია ერთადერთი სტრუქტურა ხდება, რომელსაც შეუძლია ადამიანების, ქალაქების, მეფეების და ტომების ერთ სისტემაში მოქცევა. ამ პერიოდიდან რომის ეპისკოპოსები, ჩემო მეგობრებო, იწყებენ ნელ-ნელა გავლენის გაზრდას. სირიციუსი ამკვიდრებს ტიტულს პაპი. ინოკენტი პირველი აცხადებს, რომ დასავლეთში საეკლესიო დადგენილებებს მისი დამტკიცება სჭირდება. აღმოსავლეთი ამას დიდად არ უსმენს, მაგრამ დასავლეთში პაპის სიტყვა უკვე თანდათან კანონად იქცევა. და როცა საერო ძალაუფლება იშლება, ეკლესია იწყებს სახელმწიფოს ფუნქციების გადაბარებას. სულიერებად, მაგრამ ქალაქი ხომ უნდა იმართოს. მეხუთე საუკუნის შუა წლებში პაპი ლეო პირველი კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგავს. ის იღებს ტიტულს პონტიფექს მაქსიმუს, უმაღლესი ქურუმი. ეს თავდაპირველად წარმართული რომაული ტიტული იყო. ადრე მას იმპერატორები ატარებდნენ. ახლა მას პაპი იღებს, ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ოდესღაც წარმართობას ებრძოდა, ძალიან მშვიდად ითვისებს წარმართული რომის ძალაუფლების ენას. ირონია არა, რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიტიკაში სიმბოლოები არასდროს იქრება სანაქვეზე, თუ მათი გამოყენება შეიძლება. ლეო პირველი განსაკუთრებით ცნობილია ატილასთან შეხვედრით. ჰუნები იტალიაში იჭრებიან. რომი პანიკაშია. ატილა ღვთის რისხვა ქალაქისკენ მოდის. და პაპი ლეო მიდის მასთან შესახვედრად. რა მოხდა სინამდვილეში? ბოლომდე არ ვიცით. შესაძლოა ატილამ გამოსასყიდი მიიღო, შესაძლოა მის ჯარს პრობლემები ჰქონდა, შესაძლოა ეპიდემია შიმშიან, სტრატეგიული მიზეზი აიძულებდა უკან დახევას, მაგრამ ლეგენდამ სხვა სურათი დახატა. პაპი დგას ბარბაროსის წინაშე, მის უკან კი ზეციური ფიგურა, თავრანგელოზი, ატილას ემუქრება ესე იარაღით და ატილა უკან იხევს. სწორედ ასეთი ისტორიები ქმნიან ძალაუფლებას. ფაქტები მნიშვნელოვანია, მაგრამ ლეგენდები ხალხის წარმოსახვას მართავენ. ლეოს შემდეგ პაპი უკვე უბრალოდ მღვდელი აღარ არის. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომი ბარბაროსებისგან იხსნას. მე-6 საუკუნეში აღმოსავლეთი წყინავს, იუსტინიანე აშენებს აია სოფიას, ცდილობს ძველი რომის
იმპერიის აღდგენას, იმორჩილებს ტერიტორიებს და თავს თითქმის აბსოლუტურ მართულად გრძნობს. ამ ფონზე რომის პაპები დიდად დამოუკიდებლები არ არიან. განსაკუთრებით ნათელია პაპ ვიგილიუსის ისტორია. ძალიან საინტერესო და სასაცილო პაპია. იუსტინიანეს სჭირდება პაპის მხარდაჭერა თეოლოგიურ დარგებში. პაპი ყოყმანობს, ხან თანხდება, ხან უკან იხევს, ბოლოს კონსტანტინოპოლში ფაქტობრივად მძევლად იქცევა. ერთ მომენტში ვიგილიუსი ეკლესიას შაფარებს თავს, ფიქრობს, რომ საკურთხეველი დაიცავს. ჯარისკაცები შედიან, ცდილობენ მის ძალით წაყვანას, პაპი საკურთხეველს ებღაუჭება, სვეტები ინგრევა, იწყება ქაოსი. ეს სცენა იმდენად სიმბოლურია, რომ უკეთეს რეჟისორი ვერ მოიფიქრებდა. მოკლედ არის სული სირცხული და თავის მოჭა. რომის პაპი მომავალი ევროპის სულიერი მონარქების წინამორბედი იმპერატორის ჯარისკაცებს ეკლესიის საკურთხეველზე ებრძვის და აგებს. შემდეგ გაქცევის მცდელობა ფანჯიდან გადაძროვა მიუხედავად იმისა, კაი მსუქანი კაცი უნდა იყო. გადასახლება, ზეწოლა, ბოლოს ვიგილიუსი ხელს აწევს იმას, რასაც იმპერატორი ითხოვს. მე-6 საუკუნეში პაპობამ ჯერ კიდევ ძალიან შორს იმ მდგომარეობიდან, როცა იმპერატორებს თავი თვითონ დააჩოქებს. მაგრამ ბიზანტიის სიდიადე დიდხანს არ გაგრძელდება. იუსტინიანეს შემდეგ აღმოსავლეთი სუსტდება, არაბები იპყრობენ ტერიტორიებს, ხატმოძღვრებობა შიგნიდან არყევს იმპერიას და დასავლეთს ეძლევა შანსს. სხვა სიტყვებით, ბიზანტია რომ არ დასუსტებულიყო, პაპობა ვერ გაძლიერდებოდა. ისტორია ხშირად იწყება იქ, სადაც კონკურენტი პრობლემებში იხჩობა. მე-6 საუკუნის ბოლოს ჩნდება გრიგორი I, გრიგორი დიდი. იგი რომაელი არისტოკრატის შვილი იყო, ქალაქის პრეფექტიც გახდათ, შემდეგ მონაზონი გახდა და ბოლოს პაპი. პაპად გახდომის შემდეგაც ის მოქმედებდა როგორც მმართველი. ზრუნავდა ქალაქზე, იცავდა რომს ლანგობარდებისგან, აწყობდა ადმინისტრაციას, აძლიერებდა პაპის კანცელარიის ჩანასახს. ის უკვე აღარ არის მხოლოდ ლიტურგიული ფიგურა, ის არის ადამიანი, რომელიც მართავს. გრიგორის დროს უკავშირდება წმინდა ანგელოზის ციხის ლეგენდაც. მოკლედ შავი ჭირის დროს ლიტანიისას ხალხმა თითქოს დაინახა მთავარ ანგელოზი მიქაელი ადრიანეს მავზოლეუმის თავს. ეს ნიშნად მიიღეს, რომ ეპიდემია დასრულდებოდა. მავზოლეუმი კი გადაიქცა წმინდა ანგელოზის ციხედ. მომავალში პაპების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმაგრედაც. გრიგორი ასევე იწყებს მისიონერულ პოლიტიკას. მისი ყველაზე ცნობილი ნაბიჯი იყო მისიის გაგზავნა ბრიტანეთში. ლეგენდის მიხედვით, მან რომში მონათა ბაზარზე ქერა ბიჭები დაინახა. კითხა, ვინ არიან? უთხრეს, ანგლები. გრიგორი უპასუხა, არა ანგლები, არამედ ანგელოზები. გრიგორი აგზავნის ავგუსტინეს, რომელიც კენტერბერიში ქრისტიანობის აღდგენას იწყებს. ასე იწყება ინგლისის ხელახალი გაქრისტიანება. გრიგორი დიდის ეპოქიდან დასავლეთის ეკლესია კვლავ ძლიერდება და ეს უკვე ეკლესია, რომელიც ბიზანტიას აღარ უყურებს როგორც უფროს ძმას. მე-8 საუკუნეში პაპები ახალი მოკავშირის ძებნას იწყებენ. ბიზანტია შორსაა და სუსტდება. ლანგობარდები იტალიაში საფრთხეს ქმნიან, რომს დაცვა სჭირდება და პაპი ზაქარია ზერას ფრანკთა სამეფოსკენ ატრიალებს. იქ მეროვინგთა დინასტიის მეფეები ფორმალურად მეფეები არიან, რეალურად კი თითქმის არაფერს წყვეტენ. ისინი ამაყობენ გრძელით მეფით, რომლებსაც რაღაც ჯადოქრული ძალა აქვთ, რომელსაც მაგიური ძალა მიეწერებათ, ძალაუფლება კი მოიარდომებს აქვთ. მაიორდომი თითქოს სამეფო მეურნეობის უფროსია, მაგრამ სინამდვილეში სამეფოს მართავს. პიპინ მოკნე ფიქრობს, თუ ძალა მე მაქვს, რატომ უნდა ვემსახურო გრძელთმიან დაუბანელ დეკორაციას? და ის პაპს ეკითხება, ვინ უნდა იყოს მეფე? ის, ვისაც ტიტული აქვს თუ ის, ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს? პაპი პასუხობს, ის, ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს, რა თქმა უნდა. ასე იღებს პიპინი ლეგიტიმაციას. უკანასკნელ მეროვინგს თმას აჭრიან, მონასტერში უშვებენ, დინასტია თავდება. პიპინი კი მეფე ხდება. მადლობის ნიშნად ის პაპს მიწებს აძლევს. ჯერტი რა უფლებით აძლევს პიპინი ამ მიწებს? კარგი კითხვაა, მაგრამ შუა საუკუნეებში ასეთი კითხვები ხშირად მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა ხმალი უკვე სხვის ხელში იყო. ამ მიწებმა შექმნა პაპის ოლქის საფუძველი და აქ ხდება უდიდესი გარდატეხა. რომის პაპი უკვე მხოლოდ ეკლესიის მეთაური აღარ არის, ის ხდება საერო მმართველიც,
აქვს მიწები, აქვს შემოსავალი, აქვს ადმინისტრაცია, აქვს ინტერესები და როცა სულიერებას მიწა და ფული ემატება, იწყება ისტორიის ყველაზე საინტერესო და ყველაზე ბინძური ნაწილი. პიპინის ვაჟი კარლოს დიდი, ანუ შარლემანი, პაპებთან კავშირს ახალ მასშტაბს აძლევს. ის პაპებს იცავს ლანგობარდებისგან, ამარცხებს მტრებს, ამყარებს დასავლეთში ძლიერ იმპერიას. 800 წლის შობას კარლოსი რომშია, წმინდა პეტრეს ტაძარში ლოცულობს და პაპი ლეო მესამე მას გვირგვინს ადგავს. კარლოსი იმპერატორად ცხადდება. ტრადიცია გვიყვება, რომ თითქოს ეს სულიად მოულოდნელი იყო და თავად კარლოსიც გაოცდა. მე სიმართლე გითხრათ, ამ ლეგენდის არ მჯერა, უფრო მგონია, რომ ისინი ერთმანეთში მოლაპარაკებულები იყვნენ და არავითარი მოულოდნელობა აქ არ იყო. მოკლედ კარლოსი გაოცდა. შესაძლოა, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. შუა საუკუნეების დიდი პოლიტიკა იშვიათად მუშაობდა პრინციპით. უი, შემთხვევით იმპერატორი გავხდი. უფრო სავარაუდოა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული, რა თქმა უნდა, მაგრამ პაპისთვის ეს სცენა ფასდაუდებელი იყო. მან აჩვენა, რომ იმპერატორის გვირგვინს პაპი აძლევს. ანუ იმპერატორი ძლიერია, მაგრამ მისი ძალაუფლება თითქოს ზეციდან მოდის, პაპის ხელის გავლით. ბიზანტიაში ამით აღფრთოვანებულები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ. აღმოსავლეთში უკვე არსებობდა იმპერატორი, მაგრამ იმ დროს ბიზანტიას სხვა პრობლემები ჰქონდა. ასე დაიბადა დასავლეთში ახალი იმპერიული იდეა და პაპმა საკუთარ თავს ახალი როლი მისცა. ის არ არის მხოლოდ მლოცველი, ის არის ის, ვინც მეფეებს იმპერატორებად აქცევს. ის, ვინც მეფეებს იმპერატორებად აკურთხებს. ამ ეპოქაში ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტი, კონსტანტინეს საჩუქარი. მის მიხედვით იმპერატორი კონსტანტინე მკეთრით იყო დაავადებული, პაპმა სილვესტრმა იგი განკურნა თითქოს, მადლიერების ნიშნად კონსტანტინე პაპს გადასცა უზენაესი ძალაუფლება დასავლეთზე. ლამაზი ისტორია, ძალიან სასარგებლო და სრულიად ყალბი. მე-19 საუკუნეში ლორენცო ვალამ ეს სიყალბე გამოაშკარავა კიდევ. რომ დოკუმენტი ყალბია, მაგრამ სანამ ამას დაამტკიცებდნენ, ეს ტექსტი საუკუნეების განმავლობაში პაპებისთვის შესანიშნავი იურიდიული იარაღი იყო. შუა საუკუნეებში დოკუმენტი მხოლოდ ქაღალდი არ იყო, დოკუმენტი იყო იარაღი და ეს იარაღი ამბობდა, პაპს ძალაუფლება თავად კონსტანტინემ მისცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მეფეებს კითხვები აქვთ, შეუძლიათ პრეტენზია მე-4 საუკუნეში გადააგზავნონ. კარლოს დიდის იმპერია მალე იშლება, ევროპა ფრაგმენტდება. რომში კი იწყება პაპების ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ეპოქა. მე-9 საუკუნეებში პაპები იცვლებიან, ებრძვიან ერთმანეთს, აგდებენ, კლავენ, ანტიპაპებს სვამენ. რომის არისტოკრატიული ოჯახები პაპის ტახტს ისე იყენებენ, როგორც კერძო საკუთრებას. პაპობა უკვე ძალიან მონგებიანია. ეს არის მიწა, ფული, გავლენა, ლეგიტიმაცია და სადაც ფულია, იქ წმინდანებიც უცებ ძალიან პრაქტიკულები ხდებიან. ამ ეპოქის შესახებ ბევრს ვიგებთ ქრონისტ ლიუდპრანდისგან, რომელსაც თავისი გმირები დიდად არ უყვარდა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, შეიძლება ის აჭარბებდა. მაგრამ თუ ნახევარიც სიმართლეა, რასაც ის წერს, რომი მაშინ სულიერი დედაქალაქი კი არა, ძალაუფლების ჭაობი იყო. ანუ ჩვენ პრობლემა ის არის, რომ ერთადერთი წყარო ამ პერიოდიდან ჩვენ ყავს ლიუდპრანდე. გვინდა, არ გვინდა, უნდა დავეყნოთ ამ ადამიანის მონაყოლს. შესაძლოა მას ძულდა ეს ადამიანები და იმიტომ წერდა მათზე ასე ცუდად. მაგრამ რაღაც დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის მაროზია, გავლენიანი არისტოკრატი ქალი. ლიუდპრანდი მას გარყვნულად აღწერს, მაგრამ მისი ტექსტებიც ჩანს, რომ მაროზია ჭკვიანი, ძლიერი და პოლიტიკურად დაუნდობელიც იყო. ის პაპებს ცვლის, კანდიდატებს სვამს, ოჯახურ კავშირებს იყენებს და ცდილობს საკუთარი შვილი პაპად აქციოს. ბოლოს მისი შვილი მართლაც ხდება პაპი, იოანე მე-11. მაგრამ მეორე შვილი ალბერიხი დედის წინააღმდეგ აჯანყდება. მაროზია ტყვედ აღმოჩნდება. შემდეგ ალბერიხი აკონტროლებს რომს და სიკვდილის წინ მოსახლეობას აფიცებს, რომ მის ვაჟს პაპად აირჩევენ. ასე ხდება ახალგაზრდა ოქტავიანე პაპი იოანე მე-12. თუ ლიუდპრანდს დაუჯერებთ, იოანე მე-12 პაპობაზე ნაკლებად ფიქრობდა, ხოლო ღვინოზე, ქალებზე და სკანდალებზე ბევრად მეტად. ამბობდნენ, რომ რომში მომლოცველი ქალები ჩასვლასაც ერიდებოდნენ. ამბობდნენ, რომ მღვდლებს
თავლაში აკურთხებდა. ამბობდნენ, რომ ეშმაკის სადღეგრძელოსაც კი სვამდაო. მე-10 საუკუნეში გერმანულ მიწებზე ძლიერდება ოტო პირველი. ის ამარცხებს უნგრელებს, აძლიერებს თავის სამეფოს და იმპერატორის ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას. მაგრამ კარლოს დიდის შემდეგ წესად იქცა, იმპერატორი პაპმა უნდა აკურთხოს. ოტო რომში ჩადის, იოანე მე-12 მას იმპერატორად აკურთხებს. 962 წლიდან იწყება საღვთო რომის იმპერიის ისტორია, იმპერიისა, რომელიც არც ბოლომდე საღვთო იყო, არც ბოლომდე რომაული და ხშირად არც იმპერია ისეთი, როგორც სახედან გეგონებოდა. ოტო მიდის, მაგრამ მალე ისმენს ამბებს იოანეს ქცევებზე. უნდა რომში პაპი გარბის, ირჩევენ ახალ პაპს, იოანე ეპისკოპოსებს წერილს წერს და ემუქრება. წერილში ლათინურად გრამატიკული შეცდომა აქვს. ეპისკოპოსები ირონიულად პასუხობენ, შენ წერაც კი არიციო. ცოტა ნაადრევად დასცინის. ოტო მიდის, იოანე ბრუნდება და ყველას უსწორდება, ვინც მის წინააღმდეგ გამოვიდა. ენებს აჭრის, ხელებს აჭრის, მოკლედ ჯის და კიდევ ვინც ის რას აკეთებს. ბოლოს კი თვითონაც ცუდად ამთავრებს. ერთი ვერსიით ეშმაკმა წაიყვანა. უფრო მიწიერი ვერსიით ქმარმა მოკლა, რომელმაც პაპი საკუთარ ცოლთან საწოლში იპოვა. ამ ბნელ და სკანდალურ ეპოქასაც უკავშირდება ლეგენდა პაპესა იოანეზე. ამბობდნენ, რომ ერთ დროს პაპის ტახტზე ქალი იჯდა. ვერსიით ეს იყო განათლებული ინგლისელი ქალი, რომელიც მამაკაცის ტანსაცმელში ცხოვრობდა, სწავლობდა, მოგზაურობდა, რომში ჩავიდა, კარიერა გაიკეთა და ბოლოს პაპად აირჩიეს. მაგრამ შემდეგ დაუსრულდა კიდეც. და პროცესიის დროს პირდაპირ ქუჩაში მშობიარობა დაეწყო. შემდეგ ვერსიები იყოფა. ჩაქოლეს, მონასტერში წავიდა, მოკვდა, მისი შვილი ეპისკოპოსი გახდა. ხალხური ფანტაზია არაძოს ჩერდება. იქ, სადაც სკანდალი შეიძლება კიდევ უფრო გემრიელი გახდეს. ყველაზე სავარაუდოდ ეს ლეგენდაა. მე-9 საუკუნის სანოტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ლეგენდა იმდენად პოპულარული გახდა, რომ საუკუნეების განმავლობაში მას ფაქტადაც კი იღებდნენ. სიმართლე რომც არ იყოს, ლეგენდა მაინც აჩვენებს ერთ რამეს. ადამიანებს უკვე სჯეროდათ, რომ პაპობის ისტორიაში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. და როცა ინსტიტუტზე ასეთი ლეგენდები ჩნდება, ეს თავისთავად დიაგნოზია. ათასწლეულის მოახლოება ადამიანებში შიშს იწვევს. შესაძლოა სამყაროს დასასრული მოდის. შესაძლოა ქრისტე ბრუნდება. შესაძლოა ყველაფერი შეიცვლება. ამ დროს ჯდება ოტო მესამე, იმპერატორი, რომელიც თავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მემკვიდრედ აღიქვამს. მისი მასწავლებელი იყო ჰერბერტ ავრილაკელი, გამორჩეული მეცნიერი, მათემატიკოსი, ასტრონომი. შუა საუკუნეებში ასეთი ცოდნა ხშირად საეჭვოდ გამოიყურებოდა. თუ ადამიანი მეტისმეტად ჭკვიანი იყო, მარტივი ახსნა არსებობდა. ალბათ ეშმაკთან ჰქონდა საქმე. ჰერბერტს უკავშირებდნენ არაბულ მეცნიერებას, ესპანეთში სწავლას, ნულის ცოდნის გავრცელებას, ასტროლოგიას. ოტო მესამე მას პაპად ნიშნავს. იგი იღებს სახელს სილვესტრ მეორე. სახელი შემთხვევით არ არის. სილვესტრი ერქვა იმ პაპს, რომელსაც ლეგენდის მიხედვით კონსტანტინემ ძალაუფლება გადასცა. ოტო და სილვესტრი ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ქმნიდნენ ახალ მსოფლიო წესრიგს. იმპერატორი და პაპი ერთად, საერო და სულიერი ძალაუფლება ერთ დიდ პროექტში. მაგრამ ისტორია მათ დიდხანს არ აცდის. ოტო მესამე ახალგაზრდა კვდება, სილვესტრიც მალე გარდაიცვლება. ლეგენდა ამბობს, რომ მას უწინასწარ მეტყველებს. ეშმაკი მის სულს იერუსალიმში წაიღებდა. ამიტომ სილვესტრი იერუსალიმში არ მიდიოდა. მაგრამ ერთხელ რომში ერთ ეკლესიაში ლოცვისას გაიგო, რომ ეკლესიას ერქვა წმინდა მარია იერუსალიმში და მიხვდა, რომ წინასწარ მეტყველება შესრულდა. მე-11 საუკუნეში ეკლესია რეფორმებს იწყებს, კლიუნის მონასტერი აძლიერებს დისციპლინას, სასულიერო პირებისთვის მკაცრდება წესები, ცელიბატი მკაცრად მყარდება, სიმონია საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა ცოდვად ცხადდება, თუმცა პრაქტიკაში მისი მოსპობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ამ რეფორმების მთავარი ფიგურაა ჰილდერბრანდი, რომელიც პაპი გრიგოლ მე-7 ხდება. ის ენერგიულია, დაუნდობელი და დარწმუნებულია, რომ ეკლესია მეფეებზე მაღლა უნდა იდგეს. კონფლიქტი იწყება ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხით.
ვის აქვს უფლება დაინიშნოს ეპისკოპოსი? პაპს, რადგან ეს ეპისკოპოსი სასულიერო პირია. თუ იმპერატორს, რადგან ეს ეპისკოპოსი მიწების მფლობელი ფეოდალიც არის. აი შუა საუკუნეების მთელი სირთულე ერთ კითხვაში. გერმანელი იმპერატორი ჰენრიხ მეოთხე არაპირებს დათმობას, გრიგოლ მე-7 მას ეკლესიიდან განკვეთს, ეს მხოლოდ რელიგიური სასჯელი არ იყო, ეს პოლიტიკური ბომბი იყო, განკვეთილი მმართველისადმი ვასალების ფიცი ძალას კარგავდა. ანუ პაპს შეეძლო ერთი დოკუმენტით იმპერატორის მთელი პოლიტიკური სისტემა აეფეთქებინა. ჰენრიხი იძულებულია წავიდეს იტალიაში, ზამთარში, ალპებით, მცირე ამალით, სიცოცხლის რისკით. კანუსას ციხესთან ის 3 დღე დგას ფეხში შველი. მონანურის სამოში, სიცივეში, მხოლოდ მესამე დღეს იღებს მას პაპი და პატიობს. ეს იყო პაპობის უდიდესი სიმბოლური გამარჯვება, მაგრამ ჰენრიხი გერმანიაში ბრუნდება, ძალას იკრებს და შემდეგ რომს უტევს. გრიგოლი ნორმანებს უხმობს დასახმარებლად. ბოლოს კი თავად იძულებულია გაქცევაში მოკვდეს. ვინ გაიმარჯვა მათ შორის? რთული სათქმელია. კანუსაში პაპმა მოიგო, რომში იმპერატორმა. მოგეთ 1-1. საბოლოოდ კი ორივემ აჩვენა, რომ მომდევნო საუკუნეები ეკლესიასა და საერო ძალაუფლებას შორის დიდი ომის ეპოქა იქნებოდა. 1095 წელს პაპი ურბან მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას აცხადებს. ევროპა რელიგიურ ექსტაზში შედის. ადამიანები მიდიან აღმოსავლეთში, რათა გაათავისუფლონ იერუსალიმი. ზოგი რწმენით, ზოგი დიდებით, ზოგი მიწით, ზოგი ცოდების ჩამოწერის იმედით. ეკლესიისთვის ეს ეპოქა უზარმაზარი შესაძლებლობაა. შემოწირულობები იზრდება, მიწები ეკლესიას რჩება, ჯვაროსნებისთვის ფული გროვდება. შემდეგ ჩნდება სპეციალური გადასახადები, მაგალითად სალადინის მეათედი. და ეკლესია უკვე ძალიან კარგად ხვდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. სულიერი მიზნები უკეთ მიიღწევა მაშინ, როცა ნაკდი ფულიც მოდის. რამდენი წავიდა რეალურად ლაშქრობებზე და რამდენი დარჩა ეკლესიის ხაზინებში, ეს საკითხია და არავინ არ იცით. მაგრამ მე-12-13 საუკუნეები პაპობის უზარმაზარი გამდიდრების პერიოდია. პაპები მდიდრდებიან, ორდენები მდიდრდებიან, ტამპლიერები, ჰოსპიტალერები, მონასტრები, ყველაფერი პირდაპირ ან ირიბად პაპის სისტემას ემორჩილება. პაპობა ქმნის საერთაშორისო ქსელს, სულიერ იმპერიას, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და ეს იმპერია ევროპის ყველა სამეფოში აღწევს. პაპის სამოსი სულ უფრო მდიდრული ხდება. უბრალო თეთრი ქუდი ნელ-ნელა გვირგვინად იქცება. შემდეგ ჩნდება ტიარა, სამაგი გვირგვინი. რას ნიშნავს სამაგი გვირგვინი? სამებას, სულიერ ეკლესიურ და საერო ძალაუფლებას, მოკლედ რაც არის, მაგრამ გვირგვინია. ზუსტად არავინ იცის. მაგრამ მნიშვნელობა ნათელია. პაპი მხოლოდ მღვდელი აღარ არის. ის მონარქია. მას აქვს მეთევზის ბეჭედი. პეტრეს სიმბოლო, რადგან პეტრე მეთევზე იყო. ამ ბეჭდით პაპი დოკუმენტებს ამტკიცებს. როცა პაპი ხვდება ბეჭედს ამტვრევენ, ძალაუფლება დასრულდა და იწყება ახალი ძალაუფლება. პაპებს სპეციალურ საკაცებზე ატარებდნენ. ტახტით, მარაოებით, დიდებულებით. ეს აღარ არის მხოლოდ რელიგიური რიტუალი, ეს არის თეატრი და პოლიტიკაში თეატრი ძალაუფლების ნაწილია. პაპი ისე მოძრაობს, თითქოს მიწას არ უნდა შეეხოს. საკმაოდ შორი გზა იმ გალილეელი მეთევზიდან, რომლის სახელზეც ეს ყველაფერი აშენდა. ინგლისის მეფე ჰენრიხ მეორე კენტერბერიის არქიეპისკოპოსად თავის ადამიანს თომას ბეკეტს ნიშნავს. ფიქრობდა, რომ ეკლესია მის ხელში იქნებოდა. როგორც კი ბეკეტი არქიეპისკოპოსი გახდა, პაპის ინტერესების დაცვა დაიწყო. ჰენრიხი განრისხდა, ბეკეტი გაიქცა, შემდეგ დაბრუნდა და კვლავ დაუპირისპირდა მეფეს. ლეგენდის მიხედვით ჰენრიხმა თქვა, ვინ გამათავისუფლებს ამ უგუნური ბებერისგან. 4 რაინდმა ეს პირდაპირ გაიგო. წავიდნენ კენტერბერიში და ბეკეტი ტაძარში მოკვდეს. ჰენრიხი ძლიერი მეფე იყო, მაგრამ ეკლესიასთან დაპირისპირებამ იგი აიძულა მოენანიებინა. ამ ეპოქაში პაპის ძალაუფლება ჯერ კიდევ ისეთია, რომ მეფესაც კი შეუძლია დააჩოქოს, მაგრამ ეს დიდხანს არ
მე-13 საუკუნეში ჩნდება ფრიდრიხ მეორე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შუა საუკუნეების მმართველი. ის ცხოვრობს სიცილიაში, მრავალრელიგიურ გარემოში, მის კარზე არიან ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები, მას აინტერესებს მეცნიერება, წერს ტრაქტატებს, ფიქრობს ძალაუფლებაზე, პაპებს სურთ, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობაში წავიდეს. მას დიდად ეს იდეა არ მოსწონს და საერთოდ არ უნდა. ერთხელ გემზეც კი ჯდება და შემდეგ აცხადებს, ალბათ ვარ. პაპი განკვეთს. ფრიდრიხი დიდად არ ნერვიულობს, შემდეგ მაინც მიდის წმიდა მიწაზე და აკეთებს იმას, რაც პაპებს საერთოდ არ მოსწონთ. ომის ნაცვლად მოლაპარაკებას აწარმოებს. ეგვიპტის სულთან ალ-კამილთან შეთანხმებით ის აღწევს იმას, რომ ქრისტიან მომლოცველებს იერუსალიმში წოდომა ჰქონდეთ. პრაქტიკულად წარმატება, თეოლოგიურად სკანდალი. პაპი განრისხებულია, რადგან ფრიდრიხმა ურწმუნოებთან ილაპარაკა და არა დახოცა ისინი. ეს კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდება. ფრიდრიხი ძლიერი, ჭკვიანი და საშიშიცაა. პაპობაც მდიდარი, ამბიციური და დაუნდობელია, მაგრამ საბოლოოდ ჰოჰენშტაუფენები გატყდებიან. პაპობა თითქოს გამარჯვებულია. მაგრამ ისტორია სწორედ მაშინ იწყებს მათ დასჯას, როდესაც ისინი საკუთარ თავს დაუმარცხებლად მიიჩნევენ. პაპის არჩევა თანდათან მხოლოდ კარდინალების საქმე ხდება. რომის არისტოკრატიის პირდაპირი კონტროლი წარსულს ბარდება, მაგრამ კარდინალებიც ადამიანები არიან. აქაც პარტიებია, აქაც ინტერესებია, აქაც ფული, გავლენა და უცხოელი მმართველების ზეწოლაა. პიტერ ბოში ერთ-ერთი პაპის არჩევა იმდენად გაიწელა, რომ მოქალაქეებს მოთმინება ამოეწურათ. ლეგენდის მიხედვით მათ კარდინალებს სახურავი მოხსნეს და უთხრეს: ახლა იჯექით ღია ცის ქვეშ და საჭმელსაც შეგიმცირებთ, სანამ პაპს არ აირჩევთ. საოცარია, მაგრამ სული წმინდა ზოგჯერ უკეთ მუშაობს, როცა სადლზე მხოლოდ პური და წყალია. ამ გამოსილებიდან ჩამოყალიბდა კონკლავის დახურული წესი. კარდინალები იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, სანამ პაპს არ აირჩევდნენ. ფორმალურად ზეწოლისგან დასაცავად. პრაქტიკულად, რათა ბოლოს გადაწყვეტილება მიეღოთ. ამ დროისთვის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება უკვე ღრმაა. ენა განსხვავებულია, ბერძნული და ლათინური, ტრადიციები განსხვავებულია, პოლიტიკური ინტერესები განსხვავებულია და 1054 წელს დასავლეთის წარმომადგენელი კონსტანტინოპოლში, აია სოფიაში ანათემას დევს პატრიარქ მიხეილ კირილარიუსზე. პატრიარქი საპასუხოდ რომის პაპს წევრის. ასე ფიქსირდება დიდი სქიზმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების განხეთქილება. ასე დაიბადება კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია. სრული საუკუნო განხეთქილება. მოგვიანებით მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დასავლელი ჯვაროსნები კონსტანტინოპოლს გაძარცვავენ. და ამას იმითაც გაამართლებენ, რომ ისინი მართალია ქრისტიანები არიან, მაგრამ არასწორი ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები. ძალიან მოხერხებული ფორმულაა, როცა ფული და ძარცვა გინდა. ქალაქები იზრდება. განათლებული ადამიანები ჩნდებიან. ზოგს სურს თავად წაიკითხოს ბიბლია, ზოგს სურს თავად იფიქროს. ეკლესიისთვის ეს ყოველთვის ცუდი ნიშანია. ყველაზე ძლიერი მოძრაობა იყო კათარების სამხრეთ საფრანგეთში. მათი სწავლებები ბოლომდე მტრების ტექსტებიდან ვიცით, რადგან მათი წიგნები თითქმის არ შემორჩა. ისინი სრულად გაანადგურეს, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა. როგორც ჩანს, ისინი მატერიალურ სამყაროს ბოროტებად მიიჩნევდნენ. მარხულობდნენ, მკაცრად ცხოვრობდნენ და ხალხში ხშირად უფრო ღვთისმოსავად გამოიყურებოდნენ, ვიდრე დიდარი კათოლიკე სასულიერო პირები. ეს კი ეკლესიისთვის განსაკუთრებით სახიფათო იყო. როცა ერეთიკოსი უკეთ იქცევა ვიდრე ოფიციალური მღვდელი, პრობლემა მხოლოდ დოგმაში აღარ არის. პაპი ინოკენტი მესამე საბოლოოდ მოუწოდებს ჯვაროსნულ ლაშქრობას ქრისტიანების წინააღმდეგ. ჩრდილოეთის რაინდები სამხრეთ საფრანგეთში შედიან. ქალაქები ინგრება, სისხლი იღვრება, კათარები ნადგურდებიან. ეს იყო პაპობის ძალის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დემონსტრაცია. ამავე პერიოდში ჩნდებიან მშიერი ორდენები, ფრანცისკანელები და დომინიკელები. ფრანცისკი თითქმის ერეთიკოს ყავს. ფეხშიშველი დადის, სიღარიბეს ქადაგებს, ფრინველებს ესაუბრება, მგელს არწმუნებს, რომ ცხვრები აღარ შეჭამოს, თუმცა მე არ ვიცი რას ჭამდა, მაგრამ ლეგენდა ლამაზია.
ფრანცისკის ცხოვრება ქრისტეს ცხოვრებას ემსგავსება. 12 მოწაფე, მარხვა, სტიგმები, ეს ყველაფერი შეიძლებოდა ძალიან სახიფათო ყოფილიყო ეკლესიისთვის. მაგრამ პაპები გონიერები იყვნენ. თუ მოძრაობას ვერ ანადგურებ, შეგიძლია ის საკუთარ სისტემაში შეიყვანა. ფრანცისკანელები და დომინიკელები პაპობის საყრდენად იქცევიან. ასევე ჩნდებიან რაინდული ორდენები, ტამპლიერები, ჰოსპიტალიერები და სხვები. მოკლედ, მონასტრები პაპს ემორჩილებიან, ორდენები პაპს ემორჩილებიან, საერთაშორისო რელიგიური ქსელი პაპს ემორჩილება, ეს უკვე ნამდვილი სულიერი იმპერია. მაგრამ მე-13 საუკუნის ბოლოს პაპობის ავტორიტეტი ყევას იწყებს. ჯვაროსნული ლაშქრობები მარცხდება, იერუსალიმი დაკარგულია. წმინდა მიწა აღარ არის ქრისტიანთა ხელში და ხალხს უჩნდება კითხვა. თუ ღმერთი ჩვენთან იყო, რატომ წავაგეთ? ამას ემატება ეკლესიის სიმდრე, პაპების ფუფუნება, თანამდებობებით ვაჭრობა, პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაფლობა, ქალაქის განათლებული ფენები სულ უფრო მეც კითხულობენ. ქრისტემ თქვა, დიდარს ცათა სასოფლოში შესვლა გაუჭირდებაო. და მაშინ რა ვუხოთ პაპის ტიარას, ოქროს ბეჭდებს, სასახლეებს და საგანძურებს? ეს კითხვები ჯერ ჩუმად ისმის, შემდეგ უფრო ხმამაღლა და ერთ დღეს ისინი რეფორმაციამდე მივა, მაგრამ მანამდე პაპობა კიდევ ერთ დიდ დრამას გაივლის. მე-13 საუკუნის ბოლოს კარდინალები ისევ ვერ ირჩევენ პაპს. ფრაქციები იბრძვიან, ხმები არ ყოფნით. და უცებ ვიღაც აცხადებს, მოულოდნელად წამოხდება და წამოიყვირებს. პაპად ავირჩიოთ პიეტრო დელ მორონე. პიეტრო მოხუცი განმარტოვებული ბერია, მთაში ცხოვრობს, სამყაროსგან მოწყვეტილი წმინდანია რა. როცა ეუბნებიან რომ პაპი გახდა, ის შოქშია. მას ეს არ უნდა. მაგრამ მიჰყავთ საცოდავი. რომში შედის ვირზე ამხედრებული ხალხი აღფრთოვანებული, აი ნამდვილი პაპი. შემდეგ კი აღმოჩნდება რომ წმინდანობა და ადმინისტრაცია ერთი და იგივე არ არის. ყველა რაღაცას თხოვს, ის ყველაფერზე თანხდება. მიწებს აწევს ერთს, მეორეს, მესამეს, პოლიტიკური ჯგუფები აქეთ-იქით ეკაჩებიან. ბოლოს დაიღალა საწყალი და ამბობს, დავიღალე, მივდივარ. ის უბრალოდ ტოვებს პაპობას. მაგრამ ასეთი ადამიანი თავისუფლად რომ დარჩეს, ყველა უკმაყოფილოს სიმბოლო გახდება. ამიტომ იჭერენ. ახალი პაპი ხდება ბენედეტო კაეტანი, ბონიფიციუს მერვე. ცელესტინე ციხეში კვდება, ამბობდნენ ბონიფიციუსმა მოაკვლევინაო, ამბობდნენ კაეტანიმ სპეციალური მილი დაამონტაჟა და ღმერთის ხვით ეუბნებოდა, გადადექიო. შეიძლება ტყუილია, მაგრამ შუა საუკუნეებში კარგი პოლიტიკური ჭორი ზოგჯერ არქივზე დიდხანს ცოცხლობს. ბონიფიციუს მერვე ძლიერი, ამაყი და ამბიციური პაპი იყო. მას შეეროდა რომ პაპის ძალაუფლება უზენაესია და ყველასგან მორჩილებას ითხოვდა. მას მძიმე კონფლიქტი ჰქონდა რომის ძლიერ კოლონას ოჯახთან. ერთხელ კოლონას წევრმა პაპის ხაზინის ოქროს ქარავანი გაძარცვა. შეიძლებოდა კონკრეტული დამნაშავის დასჯა, მაგრამ ბონიფიციუსმა დაინახა შესაძლებლობა. თელ ოჯახს გასწორებოდა. მან ისინი ეკლესიიდან განკვეთა. ჯარი გაგზავნა, მათი სამფლობელოები აიღო, კოლონები საფრანგეთში გაიქცნენ. იქ მეფობდა ფილიპე მეოთხე ლამაზი, ძლიერი, მცივი, ეფექტური მეფე. ის უკვე ანადგურებდა კონკურენტებს, მათ შორის ტამპლიერებსაც. ფილიპეს არ სურდა პაპის ჩარევა, ბონიფიციუს კი სჯეროდა რომ პაპს უფლება ჰქონდა მეფეებიც ემართა. კონფლიქტი წვავდებოდა. ფილიპე აგზავნის გიომ დე ნოგარეს. მასთან ერთად მიდის სკიარა კოლონა, ადამიანი რომელსაც ბონიფიციუსის სიძულვილისთვის მიზეზები საკმარისზე მეტი ჰქონდა. პაპი ანანიაშია. რაზმის სასახლეში იჭრება. ბონიფიციუსი სული სამოსით ზის და ელოდება. ღირსეულად, ამაყად. როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვებს ასწავლა, როგორ უნდა დაეჩოქათ. ლეგენდის მიხედვით, ნოგარე მას სილას აწნის. ეს იყო არა უბრალოდ შეურაცხყოფა, ეს იყო ეპოქის დასასრული. პაპი რამდენიმე დღე ტყვეობაშია. შემდეგ ანანის ცხოვრებლები ათავისუფლებენ, მაგრამ შოკი, შეურაცხყოფა, ასაკი და ტყვეობის ტრავმა მას ტეხს. ბონიფიციუს მერვე მალევე კვდება. მოკლედ იმ მოხუცი წმინდა პაპის ცელესტინეს ლეგენდარული სიტყვები ახდება. პაპობას მიაღწევ როგორც მელა, იმეფებ როგორც ლომი და მოკვდები როგორც ძაღლი.
და მართლაც ასე მოხდა. ბონიფიციუს მერვის სიკვდილი პაპობისთვის უზარმაზარი დარტყმა იყო. რომის პაპი, რომელიც საკუთარ თავს მეფეების მაღლა აღქნებდა, ფრანგი მეფის კაცებისგან საჯარო შეურაცხყოფა მიიღო და მალევე პაპები გადადიან ავინიონში. ფორმალურად ავინიონი პირდაპირ საფრანგეთის მეფის მიწა არ იყო, პრაქტიკულად კი ძალიან ახლოს იყო. მე-14 საუკუნის დიდი ნაწილი პაპები ავინიონში იცხოვრებენ და საფრანგეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან. ვატიკანის ისტორია ახალ ფაზაში შედის. მაგრამ ეს დასასრული არ არის. ეს მხოლოდ პირველი დიდი ნაწილია ამ ისტორიისა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ვატიკანი.